აი თქვენ ახსენეთ სწორი კვება. რამდენად დიდი როლი უკავია ზოგადად ამ მიმართულებით სწორკვებას და აი რას გულისხმობთ სწორკვებაში, რომ ხო, სწორი კვება გულისხმობს გარკვეული საკვების ჯგუფის აუცილებელ მიღებას. ანუ ჩვენ ზოგადად ცოტა სწორკვებას ისე ვუყურებთ, რომ რაღაცის არ მიღებას, მაგრამ ჯანსაღი კვება ყურადღებას ამახვილებს რა საკვებს ვიღებთ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ შოკოლადაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეს არის ბოჭკოს ადეკვატური ოდენობით მიღება. ბოჭკო არის როგორც ხსნადი, ასევე უხსნადი და ნორმალს დასულმა ადამიანმა უნდა მიიღოს 25-დან 35 გრამამდე ბოჭკო, რომელიც საკმაოდ რთული მისაღები არის, რთული იმ კუთხით, რომ ასე ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი არის ვიღებთ თუ არა საკმარისი ოდენობით ბოჭკოშემცველ პროდუქტებს. ბოჭკო არის ბურღულეულ კულტურებში და ბოსტნეულში ყველაზე მეტი ოდენობით და მაგალითად ერთ-ერთი ეს არის შვრიის ქატოს დამატება შეგვიძლია როგორც ფაფის სახით, ფაფაში დავამატოთ, ასევე რძის პროდუქტებში, სადაც პრობიოტიკებსაც მივიღებთ და ბოჭკოსაც მივიღებთ. შეგვიძლია სმუზიში დავამატოთ და ასე ვთქვათ, მათი სარგებლიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ.